მოგესალმებით. ამ ვიდეოში ხილავთ სოფოკლეს ანტიგონეს ანალიზს, თუმცა სანამ უშუალოდ ნაშრომის ანალიზზე გადავიდოდე, მანამდე განვიხილავ ორ რაღაცას. პირველ რიგში განვიხილავ სოფოკლეს თვითონ პიროვნებას, თუ რას წარმოადგენდა იგი და მოკლე ბიოგრაფიას მოვყვები. მეორე რიგში მოვყვები სოფოკლეს ანტიგონეს მოკლე ისტორიას, რათა ხალხს წარმოდგენა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რის ანალიზს ვაკეთებ. ვისაც რა თქმა უნდა წაკითხული არ აქვს. თუმცა გირჩევთ რომ ეს ნაშრომი წაიკითხოთ, რადგან ძალიან საინტერესო ნაშრომი არის და საკმაოდ კარგად იკითხება. პირველ რიგში დავიწყოთ სოფოკლეს მოკლე ბიოგრაფიის მოყოლა. ის დაიბადა 496 წელს, რა თქმა უნდა ძველი წელთაღრიცხვით და გარდაიცვალა 406 წელს. ის ცხოვრობდა ათენში, იყო ათენელი ტრაგიკოსი, ან ქართულადაც ასევე ეძახიან დრამატურგს. და ალბათ სხვა დრამატურგები, ტრაგიკოსები გეცოდინებათ, როგორც არის ესქილე და ევრიპიდე. მათ ტრაგიკოსებს უწოდებდნენ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი წერდნენ ტრაგედიებს. ისინი იღებდნენ რაღაც კონკრეტულ ძველ ისტორიებს ან ხალხურ მონათხრობებს და შემდეგ ამ ისტორიებს გადააკეთებდნენ და გამოჰყავდათ ტრაგედიები ამ ისტორიებისგან. ამას აკეთებდნენ ერთი ძირითადი მიზეზის გამო. რომ ეს ისტორიები უფრო მეტად მორგებული ყოფილიყო იმ დროინდელ პრობლემებზე, რაც მათ საზოგადოებაში, პოლიტიკაში, სამართალში და ასე შემდეგ სხვადასხვა სფეროებში იყო. ამის გამო ეს თემები საკმაოდ საინტერესო არის, რო განვიხილოთ და თვითონ ნაშრომები საკმაოდ საინტერესო არის ტრაგიკოსების, რადგან ასე ვთქვათ, გადავყავართ ძველ ბერძნულ საზოგადოებაში, სადაც კონკრეტული პრობლემები იყო და კონკრეტული იმდროინდელი მახასიათებლები. რა თქმა უნდა, ძველი ბერძნული სოციუმი დღევანდელი სოციუმისგან საკმაოდ განსხვავდება. თუმცა არის ისეთი რაღაცებიც და ისეთი პრობლემებიც, თუნდაც სოფოკლეს ანტიგონეში, რის ანალიზსაც დღეს გავაკეთებ, რაც დღევანდელ თუნდაც ქართულ სოციუმს შეიძლება მოერგოს და ის საკითხები, რაც სოფოკლეს ანტიგონეშია წამოყენებული, საქართველოშიც აქტუალური არის დღესდღეისობითაც. სოფოკლე გარდა ტრაგიკული ისტორიების წერისა, ასევე აქტიურად იყო პოლიტიკაშიც ჩართული. ის დაახლოებული იყო რამდენიმე ათენელ პოლიტიკოსთან და პოლიტიკურადაც მოღვაწეობდა. რაც, ხაზგასმა იქნება იმისა, თუ რაც შემდეგ ანტიგონეში გველის. რადგან არის კონკრეტული პოლიტიკური საკითხები განხილული, რაც ეხება ქალაქის მმართველობას. გადავიდეთ ძირითადი ისტორიის მოყოლაზე, რომ ანალიზს საფუძველი მივცეთ. ესე იგი, ოიდიპოს ყავდა შვილები, პოლინისი და ეთეოკლე. და მათ ყავდათ ორი და, პოლინისი და ეთეოკლე ძმები იყვნენ, ბიჭები, და მათ ყავდათ ორი და, ანტიგონე, რომლის სახელსაც სათაურშივე შეხვდებით და იზმინი. პოლინისი და ეთეოკლე გადაწყვეტენ, რომ მათ ქალაქი უნდა ემართათ და დაიყოფენ დროებს, დროებით უნდა ემართა ერთს ქალაქი, შემდეგ უნდა გადაებარებინა მეორესთვის, ამ მეორეს შემდეგ ისევ პირველისთვის უნდა გადაებარებინა ქალაქი და ასე შემდეგ. თუმცა, ყველაფერი ირევა იქ, რომ ეთეოკლემ დაარღვია შეთანხმება და როდესაც მოვიდა დრო, რომ ქალაქის მმართველობა გადაებარებინა პოლინისისთვის, ეს შეთანხმება დაარღვია და პოლინის ქალაქი აღარ გადააბარა და გადაწყვიტა, რომ ისევ თვითონ უნდა ყოფილიყო მმართველი. ამის გამო დაიწყება ომი, რომელშიც ორივე ძმა მოკვდება. შემდგომ ქალაქის მმართველი ხდება კრეონი, რომელიც არის პოლინისის, ეთეოკლეს, ანტიგონეს და იზმინის ბიძა. და კრეონი გადაწყვეტს, რომ პოლინისი არ უნდა დაიმარხოს კონკრეტული სამართლებრივი კანონების გამო. სამართლებრივ დონეზე გადაწყვეტს მოკლედ ამას. მაგრამ გადაწყვეტს, რომ დაკრძალოს ეთეოკლე. და მიზეზი იმისა, თუ რატომაც კრეონმა გადაწყვიტა, რომ პოლინისი არ უნდა დაკრძალულიყო, იყო ის, რომ იგი ქალაქს დაესხა თავს. ამის გამო ის არ იმსახურებდა დაკრძალვას. და შემდეგ უკვე სცენარი იწყება იმით, რომ ანტიგონე გადაწყვეტს დაკრძალოს მისი ძმა, პოლინისი, რადგან ანტიგონეს მიაჩნია, რომ ეს არის კანონი ღმერთებისგან, რომ ყველა მკვდარი ადამიანი უნდა იყოს დაკრძალული. შემდეგ ამას კრეონი გაიგებს და ბრძანებას გასცემს, რომ მოკლას ის ადამიანი, ვინც დაკრძალა პოლინისი. შემდეგ კრეონი გაიგებს, რომ ეს ანტიგონემ გააკეთა და ის ანტიგონეს ბიძაც არის. ამიტომ ანტიგონეს და კრეონს მოუვათ კამათი. დებატი, სადაც განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს. თუ რატომ დაკრძალა ანტიგონემ მისი ძმა, კრეონი უმტკიცებს, თუ რატო არ უნდა დაეკრძალა და ასე შემდეგ. საბოლოოდ სცენარი ისე ვითარდება, რომ კრეონი გამოამწყვეტს ანტიგონეს გამოქვაბულში, სადაც მე ანტიგონე თავს მოიკლავს, მოკლედ ყველა კვდება, ყველაფერი ცუდად მთავრდება და ზუსტად ამის გამო არის სოფოკლეს ანტიგონე ტრაგედია. მთავარი რა არის?
ანტიგონე დამარხავს თავის ძმას, როდესაც ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო და მერე კრეონი მას სიკვდილის სჯის. ახლა კი გადავიდეთ ანალიზზე. მოკლედ, ანალიზისთვის აქ უნდა გამოვყოთ ორი მთავარი საკითხი, სადაც შემდეგ კიდე ორი კომპონენტი არის ამ ორ მთავარ საკითხში. პირველი მთავარი საკითხი ეს არის ღვთიური კანონები და ადამიანური კანონები, ხოლო მეორე საკითხი არის ოჯახი და ქალაქი. მნიშვნელოვანი თემები, რაც გასათვალისწინებელი არის კონფლიქტის სურათი ანტიგონესა და კრეონს შორის. სადაც ანტიგონე დახასიათებული და წარმოდგენილი არის როგორც მორალის და ღმერთების მიერ ბოძებული კანონის დამცველი, რომელიც ერთი შეხედვით უბრალოდ პასუხისგებლობას ასრულებს და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობს. ამის გამო ის წარმოდგენილი არის როგორც ერთგული ადამიანი და ერთი შეხედვით ჩანს, რომ ის სწორად იქცევა. ამ ყველაფერს აკეთებს მარტო იმის გამო, რომ გონია რომ ეს ყველაფერი სწორი არის. ანუ არ ადარდებს მას მისი პირადი შეხედულება, თითქოს ასე ჩანს, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებს მხოლოდ იმის გამო, რომ გონია რომ ეს სწორი არის და რადგან სწორია ის ამას აკეთებს. ამის გამო ანტიგონე ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. თუმცა, მისი პერსონაჟი ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ სირთულეს იწვევს ის, რომ ის უპირისპირდება კრეონს, ხოლო კრეონი ამბობს, რომ მან დააწესა კანონი, რომლის მიხედვითაც პოლინის იყო მოღალატე, ხოლო ანტიგონე ამ კანონს უნდა დაემორჩილოს. აქედან გამომდინარე, კონფლიქტი, რომელიც ანტიგონეში არის წარმოდგენილი, არ არის რეალურად ანტიგონესა და კრეონს შორის, არამედ არის კონფლიქტი ღვთაებრივ კანონებსა, ანუ ღმერთების მიერ დაწესებულ კანონებსა და ადამიანურ კანონებს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონფლიქტის მთავარი თემა ხდება ის, რომ რა უნდა აკეთოს ადამიანებმა. ანუ რას უნდა აკეთებდნენ ადამიანები? იმას, რასაც ღმერთები ეუბნებიან, თუ იმას, რასაც მთავრობა, მართველი ან ადამიანები ეუბნებიან, ვინც კონკრეტულ კანონებს აწესებენ. და ეს არის საკითხის პირველი თემა ანალიზისთვის, რაც უნდა განვიხილოთ. მოკლედ, ნაშრომში რა ხდება? ანტიგონეს სჯერა, რომ ღმერთების მიერ არის კანონი დაწესებული, რომ ყველა მკვდარი უნდა იყოს დასაფლავებული და ის სწორედ ამის გამო ასაფლავებს მის ძმას. თუმცა კრეონი ამბობს, რომ უპირისპირებს ანტიგონეს ამ არგუმენტს, რომ მან დააწესა კანონი, რომლის მიხედვითაც კრეონი უკაცრავად პოლინისი არ უნდა დასაფლავებულიყო. რომელიც შემდეგ ეს ანტიგონემ დაარღვია. აქ უკვე შემოდის იერარქია. თუ არსებობს ეს ორივე კანონი, ანუ ღვთაებრივიც და ადამიანურიც, მაშინ რომას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, როდესაც ეს ორი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. და შემდეგ დიალოგი ამიტომ ხდება საინტერესო. თუმცა, როგორც უკვე ვახსენე, ანტიგონეს პერსონაჟი ბევრად რთული არის და ამ სირთულეს ქმნის ის, რომ როდესაც ანტიგონე იცავს ღვთიურ კანონებს, ამავე დროს ის ამ კანონებს არღვევს. რადგან ძველ საბერძნეთში მოგეხსენებათ ქალის უფლებები საკმაოდ დაბალ დონეზე იყო. ანუ ქალს არ ჰქონდა კონკრეტული რაღაცის უფლებები. მას არ შეეძლო შეკამათებოდა კაცს და მით უმეტეს ქალაქის მმართველს. ამ შემთხვევაში იერარქიულად კრეონი ბევრად მაღლა დგას ვიდრე ანტიგონე და მიუხედავად იმისა, რომ კრეონი ანტიგონეს ბიძარი, ანტიგონეს მაინც არ შეუძლია მის წინააღმდეგ წავიდეს ასე აშკარად და ეკამათოს კონკრეტულ სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან საკითხს ყვეტდა, დასაფლავდებოდა თუ არა ადამიანი, რომელსაც ეკუთვნოდა ქალაქის მმართველობა, მაგრამ ამავე დროს ქალაქს თავს დაესხა. აქედან გამომდინარე, ანტიგონე, რომელიც ერთი შეხედვით ესე ღვთიური კანონების ერთგულად არის წარმოჩენილი, ამავე დროს არ ღვევს ამ კანონებს, რადგან ის ბიძას ეკამათება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ანტიგონე ღვთაებრივი კანონის დაცვით იცავს თავის ძმას და აკეთებს იმას, რაც მისი აზრით საჭირო არის, მისი ძმის დასაცავად და მას ასაფლავებს. და მისი პოზიცია გარდა ღვთიური კანონებისა, ამავდროულად არის ოჯახიც. ანუ ერთდროულად იცავს ღვთიურ კანონებს და ოჯახს. კრეონი გავეს პოზიციას, რომელიც ამის საწინააღმდეგო არის, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ადამიანური კანონები და მეორე, ქალაქი. ამგვარად, კონფლიქტი წარმოდგენილი ხდება ორნაირად. ღვთაებრივი კანონები, რომელიც მოიცავს თავის თავში ანტიგონეს პოზიციიდან გამომდინარე ოჯახის დაცვას და ადამიანური კანონები, რომლებიც ემსახურება ქალაქის ინტერესებს და ანუ ქალაქის დაცვას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დასვას ამ ნაშრომის კითხვის დროს, არის ის, თუ რას უჭერს მხარს ანტიგონე. რა არის ანტიგონეს პოზიცია?
ასევე კიდევ ერთ-ერთი კითხვა, რაც აუცილებლად უნდა იქნას დასმული ამ ნაშრომის კითხვის დროს, არის ის, რომ უნდა შეასრულონ ადამიანებმა ის, რასაც ღმერთები ბრძანებენ თუ არა. თუმცა, აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კონკრეტულად ანტიგონეს მიემართება. რადგან ანტიგონეს არის დახასიათებული იმ ადამიანად, რომელიც იმას ასრულებს, რაც ღმერთების კანონი არის. რა არის ღმერთების კანონი? საიდან ვიცით ღმერთების კანონის შესახებ? მაგალითად, საიდან იცის ანტიგონემ, რომ დაუშვათ ზევსმა ბრძანა, რომ ყველა მკვდარი უნდა დასაფლავდეს. და გააჩნია თუ არა ანტიგონეს ის ეპისტემოლოგიური ცოდნა, რომ დაამტკიცოს, რომ ეს თანამდებობით იცის, რომ ეს ყველაფერი არის ღმერთის კანონი. პრობლემა აქ იქ ჩნდება, რომ ანტიგონეს ამის მტკიცება არ შეუძლია. რადგან ის კანონები, რაც მან იცის, რომ არის ღვთაებრივი კანონები, თაობებიდან თაობას გადაეცემოდა და განვითარების პროცესში ალბათ შეიცვალა კიდევაც. აქედან გამომდინარე, ანტიგონეს პოზიცია ზედაპირულად თითქოს ძალიან მყარი ჩანს, რომ ის იცავს ღვთაებრივ კანონებს. თუმცა თვითონ ამ ღვთაებრივ კანონებს ეს მყარი პოზიცია არ გააჩნია, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს შეცვლილი იყო გადაცემის დროს, მოთხრობის დროს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს თვითონ ანტიგონეს პოზიციასაც საკმაოდ მერყევს და სუსტს ხდის. რადგან ღირებულებები, რომელიც ღმერთს მიეწერება, საკმაოდ ცვალებადი არის. და ეს ყველაფერი გამოწვეული არის საზოგადოების ტრადიციული სტრუქტურიდან, რომელიც იმ დროიდან საბერძნეთში იყო. ანტიგონეს პოზიცია, როგორც უკვე ვახსენე, იცავს ოჯახს და მისი მთლიანი მტკიცება ოჯახის დაცვის შესახებ არის ის, რომ მას ვალდებულება გააჩნია მისი ძმის წინაშე, რომ ის აუცილებლად უნდა დაკრძალოს. თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ მერყევი და ცვალებადი არის. რადგან თუ ანტიგონე იქნებოდა დაქორწინებული, მაშინ მას იგივე პასუხისმგებლობა აღარ ექნებოდა მისი ძმის მიმართ, რომ ის უნდა დაეკრძალა. მაგრამ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვითარდება ისე, რომ ანტიგონე დაქორწინებული არ არის კონფლიქტის მომენტში და ამიტომ ის ისევ თავისი ოჯახის, ანუ მისი ძმის პოლინისის წინაშე ვალდებული არის, რომ ის დაკრძალოს. აქედან გამომდინარე, ანტიგონე საკუთარ თავს პირველ რიგში მიიჩნევს დად, შემდეგ ცოლად და შემდეგ უკვე დედად. ამ ყველაფერს საინტერესოს ის ხდის, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თუ ვინ არის ანტიგონე. არამედ ეს არის თვითონ ანტიგონეს განსაზღვრება საკუთარი თავისა, თუ ვინ არის ის. რადგან ის საკუთარ თავს ანიჭებს როლს, რომელიც ტრადიციულად არის იმის ინტერპრეტაცია, თუ ვინ უნდა იყოს. თავად ანტიგონე. ბერძნული ტრაგედიები ოჯახს, ძირითადად სამეფო ოჯახებს წარმოაჩენდნენ როგორც დისფუნქციურ, არეულ და რაღაც საშინელი რაღაცების ადგილს, სადაც ყოველთვის ცუდი რაღაცები ხდებოდა. და ეს ცუდი რაღაცები შემდეგ გადადიოდა ტრადიციულ ტრაგედიაში და სწორედ ამ ისტორიას მოგვითხრობს ხოლმე ეს ტრაგედიები. აქედან გამომდინარე, კითხვები რაც უნდა დავსვათ აუცილებლად ბერძნული ოჯახების შესახებ არის ის, რომ რას წარმოადგენს ოჯახი როგორც ეს კონკრეტული ერთეული და სად არის მისი ზღვარი ქალაქთან მიმართებაში. ქალაქში აქ რა თქმა უნდა გულისხმობ სახელმწიფოს და როგორ ეწინააღმდეგებიან ეს ორი ერთმანეთს, თვითონ ოჯახი და ქალაქი. პირველი, რა მიმართება გააჩნია ამ ორ უკანასკნელს და მეორე სად გადის ზღვარი, ან რაში ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. პირველი წინააღმდეგობა, რაც უნდა წარმოვაჩინოთ, არის ის, რომ ქალაქი წარმოდგენილი არის გულგრილად. ქალაქი გულგრილი არის პოლინისის მიმართ და მას არც კი ასაფლავებს. ხოლო ოჯახი ქალაქის საპირისპიროდ წარმოდგენილი არის უფრო თბილად, ინტიმურად, ამავდროულად არეულად, მაგრამ კონკრეტულ პირადულ სივრცედ არის ოჯახი წარმოდგენილი. მოდი განვიხილოთ ადამიანების როლები ოჯახსა და ქალაქებში. აუცილებელია ვთქვათ, რომ ქალაქში ყველა არის თანასწორი. თუმცა არა ოჯახში. ამ შემთხვევაში ოჯახში არსებობს გარკვეული ნორმები და გარკვეული როლები. თუმცა ქალაქში არა. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ანტიგონე ეკამათება კრეონს, ამით არღვევს იმ ნორმებს, რომელიც არის ოჯახური ჭყალებში, რომელიც თაობებს გადაეცემოდა. ქალაქში ეს ყველა შეეძლო გაეკეთებინა, რომ მართოს შეკამათებოდა, არა იმგვარად როგორც ეს ანტიგონემ ჩაიდინა, რადგან ეს ოჯახური კამათი უფრო იყო ვიდრე ქალაქებრივი, უბრალოდ კრეონის არგუმენტი ეფუძნებოდა ქალაქებრივ სამართალს. ასევე, სახელმწიფოს ჩარევის საზღვრები ოჯახში არის ერთ-ერთი თემა, რაც კარგად არის წარმოდგენილი ამ კონკრეტულ დიალოგში, კამათში, რომელიც სოფოკლეს და ანტიგონეს და კრეონს აქვთ.
რადგან ანტიგონე და კრეონი სახელმწიფოს ჩარევის საზღვრებს განსაზღვრავენ ოჯახში. კრეონმა ეს კანონი დაადგინა ქალაქებრივ დონეზე. თუმცა ანტიგონე მიიჩნევს, რომ ის არ ასრულებდა ქალაქებრივ მოვალეობას, როდესაც ან სამოქალაქო მოვალეობას, გონი ეგრე უფრო სწორი არის, როდესაც მან თავისი ძმა დაკრძალა. ანტიგონე სჯობდა, რომ მან დაკრძალა მისი ოჯახის წევრი, ძმა. აქედან გამომდინარე, ასევე ისმება საკითხი იმის შესახებ, თუ სადამდე აქვს საზღვარი სახელმწიფოს ჩაერიოს ოჯახში. ვფიქრობ, მთავარი ვექტორები გამოვხატე, რაც ამ ნაშრომში არის ანალიზისთვის და ყურადღება მისაქცევი არის. მადლობა ყურადღებისთვის, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.